გამარჯობა ბავშვებო. დასხეთ. დღეს ჩვენ გავიხილავთ სხვა ავტორს. მას ასე, მოდი დავიწყოთ ძველი ფრესკების განხილვით. ძველი ფრესკების განხილვით ჩვენ შეგვიძლია გამოვიცნოთ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი, რა მოსწონდათ, რა არ მოსწონდათ, როგორ ცეკვავდნენ, როგორ ეთხოვდნენ, რა ეცვათ. თუ დავაკვირდებით ძველ ეგვიპტურ ფრესკებს, ვნახავთ, რომ კანდელაკი, მოიხსენი. ხო. განვაგრძოთ ბავშვებო, თუ დავაკვირდებით ძველი დროის ხელოვნების ნამუშევრებს, ხალანდიელი მხატვარი იან სტენი, რომელსაც საკუთარი დუქანი ჰქონდა და აკვირდებოდა კანდელაკი. სხვათა შორის მე შენ გაკვირდები და წესიერად მოიქეცი. არაფერს არ ვაკეთებდი მას. ბავშვებო, მოდით განვიხილოთ იან სტენის ფოტო და ნახოთ, რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. როგორ ცხოვრობდნენ, როგორ კანდელაკი. რა ჩვენებ ახლა რა? მას ადექი დირექტორთან. რა ჩვენებ ხოცა? კაცრავად. გასულია. კარგი, შენ აქ დადექი. ხელი არაფერს არ ახლა, გაიგე? ახლავე დირექტორს მოვიყვან. მათემატიკის მასწავლებელი. რამში გაწუხათ? ვახო კანდელაკი არ გაცნით გაკვეთილი ჩატარებას? რა გინდათ ამ ვახო კანდელაკისგან გამაგებინე? დღეს შენ მოხვედი. გუშინ ინგლისურის მასწავლებელი, იმისინ ქართულის მასწავლებელი. ვახო კანდელაკი კი რა თქვენ ასეთ, მას ჯგუფში სიმშვიდეში ჯდომას. აქეთ წლადების მიმატებაო. იქით რატომ არის გამრავლების ტაბულაო? აქეთ ამოცანა მოხსენო. ჯერ ეს ამოცანები ვინ მოიგონა? A პუნქტიდან B პუნქტამდე არის 50 კილომეტრი. ხოლო ავტომობილი კიდე გადის 1 საათში 60 კილომეტრს. არა, რატომ უნდა აინტერესებდეს ვახო კანდელაკს, რამდენი კილომეტრს გაივლის 1 საათში ვიღაცის ავტომობილი? აი, გამაგებინეთ რა, გამაგებინეთ. რომ შევდიხართ, არ უნდა დააკაკუნოთ. შო, მომისმინე. ჯერ თქვენ მომისმინეთ. თქვენ ალბათ ქიმიის ან ბიოლოგიის მასწავლებელი ხართ, ხო? და ვახო კანდელაკი არ გასცით გაკვეთილის ჩატარებას. ვახო კანდელაკი არ უნიჭერესი ბიჭი, მას აქ დიდი მომავალი. და ის რომ გაიზრდება თვალებში როგორ ჩახილეთ. ბატონო ვახტანგ, ხო? გვარი შემახსენეთ თუ შეიძლება, მას დავდებ. კანდელაკი. კანდელაკი. ხო და გარიცხული ხარ სკოლიდან. მომცემები დაგიმატო. ჭამებიადა. ებო, ხობებო. ერთ ლარც მომცემ. პროექტში დარჩება ის, ვინც უფრო სკოლაში ხატა კურსი. იგე, მოგცი. იგენიც. ამდენ. Yes!
გინაცვალოს ბებო. მოდი ხა წავიდეთ სკოლაში, ხო? არა? ბებო, ჭკვიანად იყავი, ხო? აბა გაიქეცი. გინაცვალოს ბებო. ბებო, აუ ბებო. ორლარს მომცე. გინდა ბებო ორლარი. სკოლაში მეც ვიყიდი ხაჭაპურს და თეკლასაც დავბატის. აი ბებო, მოგცე ორლარს. შენც იყიდე ხაჭაპური და თეკლას დაპატიშე. ხო ბებო, მეც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე. გამარჯობათ. ამეთქო. ბებო, რაღაც რო გთხოვ, ძალიან შემისრულებ. რა გინდა ბებო? 5 ლარს მომცე. რა გინდა 5 ლარი? ხოლო წავარ სკოლაში, ჩემთვისაც ვიყიდი ხაჭაპურს, ელენესაც ვიყიდი, გიორგისაც, მარიამსაც და თეკლასაც. კარგი ბებო, ეხლა მოგცემ. მაგრამ აწი აღარ მექნება პენსიიდან ფული. აჰა. ეს ბო. კარგად დანდებოდი. დადი. მოდი ხელი მოგიდე ხო? შეიძლება ხე ფული, ხო? ზას დაგიკარგება. წავედით. 20 ლარს მომცე. ბებო, 20 ლარი რა გინდა? დღეს წელი კლასი უნდა დავპატიჟო. ვერა ბებო, ვერაფერსაც ვერ მოგცემ. პენსიიდან არაფერი დამრჩა. წავედით. მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პენსიების სამინისტროსთან, სადაც ფიათ უცნაური მიტინგი მიმდინარეობს. აქ შეკრებილია უამრავი თუმცა თქვენ თვითონ ნახეთ. ყველამ შეჭამეთ, კარგად მოასუფთავეთ თებშები. ბოლომდე გააპრიალეთ. Алло. ხო. ბავშვებო, ჭამეთ ყველა. იცოდეთ გავალთ ხოლმე და გიყურებთ ყველას. სანდრო, ხო. ჩემი სუფი შეჭამ და შეხარა გაჩუქო. ბავშვებო, კარგად გიჭამიათ. კარგად ვინ ჭამს, ის
კარგად სწავლობს. ეს რა არის? სადრო? რატო არ ჭამა შენი საჭმელი? არ ხრცხვენია შეხედე ყველამ ბოლომდე შეჭამა ერთი კალვიც არ გიჭამია. შეჭამე ხა ძროზე. ჩვენ წინა გაკვეთილზე დავამთავრეთ ხშულ ცნობი ბგერები, ხო? ოდითგან დღეს უნდა ავხსნათ ნაპრალოვანი ბგერები. ნაპრალოვანი ბგერებში წევრსი ჯგუფია. აი ამ პირველ ჯგუფში შედის 20 წყალბურთზე ნახი გაქვს. რა მაგარია რა. ჰარი პოტერზე ყველა დონე მაქვს ნახე. აუგსტში ყველა მეკეთება. როგორც კინოთეატრებში გამოვხდა ჩემი ერთებს მეკეთება და ჩემი მეგობრები პირველი ხელს მიშლი. პირველი ადექი და გადმოჯექი კობეშავიძესთან. რა გაქვს გოგო ამდენი სალაპარაკობი? რომ ვერ გაგაჩვენე ცოტა ხანი მოიცა. დაჯექი კობეშავიძესთან და იქ მაშინ მაინც გაჩერდე. გავაგზავნოთ ბავშვები. მეც რა მაგარია რა. ჩემი ასე ჟურნალზე ჯობია. ისე პრინციპში ბასწინებს ყველა მაგარი ფეხბურთელი ყავს. ხავი, ნისტა, პიკე, გოივალდეს. ძილამ ტრამპო რომ მიიღო, მაგრად მეწყინა. შრამდენი ხანი არის ფეხბურთზე დადიხარ. პრინციპში რამდენი ხანი დადიოდი ერთი ორი წელი ალბათ. ინჩქირველი, გამისკდა თავი. გოგო რა ენერგია გაქვს ამისთან რომ ნახევარი წუთიც ვერ გაგაჩერე გაკვეთილზე, ა? იცი რა, ხო მშობელს მოიყვან. გასაგებია მასწავლებელ, მაგრამ რომელი მშობელი მოიყვანო, დედა თუ მამა? სულ ერთია. მამიკოს მოვიყვანდი, მაგრამ ისეთი გადატურსული გრაფიკი აქვს, ვერ შეძლებს. დილით 8 საათზე გადის სახლიდან და ღამით 11-ზე ბრუნდება. ისე კი მეუბნება, მაინტერესებს, სად სწავლობს ჩემი შვილიო, მაგრამ რა ქნას, რთული სამსახური აქვს, ვერ შეძლებს. ადრე ჩემი უფროსი და დაყავდა მოლაში, მაგრამ მაშინ სხვაგან მუშაობდა. ეხლა კი სულ გადარბენაზეა. დედას მოიყვან. ოღონდ ხარ დავიწყო, დედა ჩემი არ მუშაობს და მეტი დრო აქვსო. დაჯექი. კარგით, მასწავლებელ, არ ვიტყვი, დედიკო რომ არ მუშაობს და უფრო მეტი დრო რომ აქვს. გამარჯობა ნაზი. აი მე მინის მშობელი ვარ. მივხვდი. იცით რა, ნინი გარე დაგველოდეს თუ შეიძლება. ნინი, გადადადეთ. მართლა ბარაში საქმე ხალბატონზე. ვერ გავაჩერე გაკვეთილზე, სულ ლაპარაკობს და ლაპარაკობს. არც უსმენს, არც გაკვეთილის ახსნას უსმენს, არაფერს საერთოდ არ შემოდის კონტაქტში. გაკვეთილზე არაფერს არ აკეთებს. ხალბატონზე იყო, ჩემ ნინიზე ლაპარაკო? ვაიმე, ხალბატონი ზოიკო. მე ისე დავამთავრე ხალბატონზე იყო სკოლა, საერთოდ ყმარა მომიყა, სულზე ბიჭი კითხულობდი მეცადინებდი 24 საათი მეცადინებაში იყო, მე სხვადასხვა ხალბატონზე იყო უფრო ზეგო გოწყავს. ის ისეთია ხალბატონზე იყო, წიგნი და თავს ვერ აღებ, ეს ვის და ერთი გასა. მოკლა ჯობია საერთოდ გარეთ არ დავხსოვ. ყველაფერს უთქვი ჩემი უბრალოდ ერთი წუთი ხალბატონზე იყო. ვაიმე, ყველაფერს უთქვი ჩემი უბრალოდ, მაგრამ როგორ დავდე. ჩემი უბრალოდ უთქვი ყველაფერს, რა უნდა გავაკეთო? ჩემი უბრალოდ დილით 9 საათზე გარეთ ხალბატონზე იყო, საქმეზე და შენ 12 საათი, მაგრამ იმანაც სულ მოიკითხება ისე. რა შეიძლება ჩემი უნივერსალურ საწავლო, ჩემი უფროსი გონოდა და მაგას ხალბატონზე იყო სკოლაში. 24 საათი იყო ახლა მაგრამ მოგეცე გამომაცალე კაცი. რო დავიხერა. მე კიდე ხალბატონზე იყო. რა ხდება? ხო მშვიდობა. დაწმარდით ხალბატონზე იყო, თქვენ უბრალოდ ნერვული სტრესი გაქვთ. ეხლა მომხედავთ. წაიყვანეთ. ხალბატონზე იყო, თქვენ არაფერზე არ ნერვიულობთ, ხალბატონზე იყო, წამოჯექთ, ხალბატონზე იყო, ჩაგვარს ყველა საავტომობილში ყავს ეკები, მაგრამ არ ვიცი რამდენი შესაძლოა გართხრილა, რომ როგორც უკვე გითხარით ხალბატონზე იყო, ჩაგვარს აქვს ძალიან ისეთი გრაფიკი. წაიყვანეთ, კაცო, ერთი წამი, წაიყვანეთ. უკაცრავად რა მოხდა? რა მოხდა გენაცვალე და ჩემი გოგო კაცო უმცროსი მიიღო.
ეს აზრცელი ჩუმარები. მე სწორად ვიქცევი, შენ თუ გინდა დარჩი. ბავშვებო, დღეს ჩვენი გაკვეთილის თემა იქნება სოფლიოს ფლორა და ფაუნა. სოფლიოში ძალიან ბევრი ცხოველია და ძალიან სხვადასხვანაირი ბუნებაა. წერეთელი, მე მომისმინე, მე რა გვარს არ ცხვენ?